მოგესალმებით პალიტრა ნიუსის და რადიო პალიტრის ეთერშია გადაცემა Lunch Time. დღეს ჩვენი მასპინძელი გახლავთ წიგნის კაფე ბიბლუსი, რომელიც კანდელაკის 7 ნომერში მდებარეობს, ხოლო ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი ბატონი ზაზა კოლელიშვილია, რომელთანაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივა. მოგესალმებით ბატონ ზაზა. მადლობა იმ დროისთვის, რომელიც დაგვითმეთ. დიდი ხანია გვინდა თქვენი ჩაწერა და მიხარია, რომ შედგა ეს ინტერვიუ და მადლობა ამისთვის. იმედი მაქვს, რომ კარგად ხართ. კი, ეხლა კარგად ვარ, იმიტომ რომ საქმე გვაქვს. კი ბატონო, ძალიან საქმით უნდა ვიცოცხლოთ. აუცილებლად. რაც სტიმული შევმატოთ ჩვენ თავს. კი ბატონო, სანამ დღევანდელობაზე ვისაუბრებთ, თქვენს ახლანდელ, თქვათ, სამუშაო პროცესზე, სამომავლო გეგმებზე თუ ასე შემდეგ, სულ ცოტა ხნით წარსულს და ბავშვობას გაგახსენებთ და მერე უკვე დავიწყოთ დღევანდელობაზე საუბარი. თუ იხსენებთ ხოლმე ხშირად ბავშვობას და როდესაც იმ წლებს იხსენებთ, ეხლა მე ასაკში აი, რა არის ყველაზე მძაფრი მოგონებები, რაც გაქვთ ბავშვობას? ძალიან ხშირად ვიხსენებ. ვიხსენებ მაგალითად ჩემ იმ სამეგობროს, რომელიც აღარ დაბრუნდება ვერასოდეს და ჩემ თავსაც ვადარებ, რომ მე რო ცოცხალი ვარ, რა ბედის ნებიერი ვარ, ღმერთის ნებიერი, რომ ჩვენ ხუმრობდით ზოგჯერ ძალიან ცუდად ხუმრობდით, ოღონდ ესეთი ის იყო. მაგრამ რა არის იცი? ცხოვრება, აიგე მშობლებს ვუყურებ და ჩემ შვილიშვილებს და მახსენდება მშობლები ჩემი და არ ვიცი ახლა თითქოს არც არაფერი შეცვლა, იცი? როგორც დღეს თქვა მშობლები თავის შვილებს ზრდიან, მე ნორმალური გაზრდას ვიძახი. ესევე გზრდებდნენ ჩვენ. უბრალოდ იქ სხვა გარემოებები იყო, რომელსაც თავიდანვე ალბათ ნორმალური ოჯახი აჩვევდა, რომ რაღაცაზე რომ რეაგირება არ მოეხდინა და ყველაზე თავისუფალი ადგილი. მე ძალიან ხშირად მახსენდება ჩვენი ოჯახის და ვიყავი სადღაც მე-9 კლასში, რომ მივედი დედამ და მამამ დამიძახეს კუხნის ჩვენი კუხნის წევრი გახდიო და კუხნის წევრი ნიშნავდა სამზარეულოს წევრი, არა, კუხნის, რომელიც არის მინებული. აჰა. იქ რო დავიწყეთ ჩვენ ლაპარაკი აკრძალულ ნაწარმოებებზე, იმაზე რა გვიჭის. აი, მაშინ წავიდა ცნობიერება, რომ მანადრეხოს ვარსკვლავი იყო და სვასტიკა და ვარსკვლავს უნდა ეჯობნა სვასტიკა. მასე ვიზდებოდ, მაგრამ არა, ჩვენ თავისუფლებიც ვიყავით, იმიტომ ჩვენ უკვე ის თაობა ვიყავით, რომელსაც უკვე აი ქართველი კომკავშირლები, ცუდი გაგებით არ მინდა გაიგოთ, ქართველი კომკავშირლები იყო ინტელიგენციის ერთი ფერი. თუმცა მე იქაც არავე ვეწერებ, მე სახში ვიყავი ძირითადად. მინდყვარდა ხატვა, მიყვარდა სპორტზე სიარული და თეატრში ჩემი ცხოვრება იყო სპორტის დარბაზი, ძმაკაცები რა თქმა უნდა და ხატვა, მუზა ჩემი. და კინოში 3-4 წლიდან რაც მახსოვს, კი. მაგარია. ანუ თავიდანვე აი ეს ხელოვნების მიმართ თქვა სიყვარული. სხვანაირად არც ვერც წავიდოდა ახლა. პაპა ჩემი მსახიობი დღე და ღამე თეატრში იყო და მეც მივყავდი ხოლმე, იმიტომ რომ ვთხოვდი და დედას მივყავდი კიდე და 3 წლიდან მახსოვს თელავის თეატრის ყველა სპექტაკლი, რეპერტუარი რაც იყო და 5 წლიდან რუსაველის თეატრის, იმიტომ რომ მე ბიძა ჩემი იყო რუსაველის თეატრში. ასე რომ ის რაც შემდგომში გაღვივდა, ალბათ ბავშვობაში ჩაყრილი ხორბლის თესლია, მე ჭვავს ვერ დავარქმევ, თუმცა ჭვავის ფულს ავჭამ მე და რაღაცა რავი მე სილოსი არა ნაყოფიერი იყო და მე მიდის უკვე ცხოვრება უკვე შენ როდესაც უკვე წვიტავ რა მოგეწონოს რა არ მოგეწონოს ან გული წვიტავს აქ ხო იცი კი არის ინტუიცია მაგრამ გული წვიტავს იცი ემოციურად რა დატოვა ამან სპექტაკლმა ადამიანმა ბუნებამ როგორი დანალექი დატოვა ეს შენ სულში და გულში და ამით ვიზდებით ჩვენ დედა ფილოლოგი იყო მამა ისტორიკოსი ბიძა მსახიობი პაპა მსახიობი
ანუ ეს პრინციპში როცა თქვენ ეს გზა ირჩიეთ, შესაბამისად გასაკვირიც არავისთვის არ იქნებოდა. ხო, ალბათ არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ პაპა ჩემთან მამამ მსახიობი იყო. იქით ბიძა ქართული თეატრის დამაარსებელი ბაქოში ნობელთან მუშაობდა თანით და ნობელმა აჩუქა ჭაბურღილი ამ გიგა მატარაძეს და ეს გიგა თავის ძმაკაც ნიკო ნიკოლაძეს უგზავნიდა ფულს რომ ფოთი აშენებული ხო და პაპა ჩემი ნათლია იყო გაბუნია ფოთში იყვნენ რაღაც პერიოდი. Papa ჩემი მახსოვს ამბობდა მენშევიკების ტარიელი და ავთანდილი პატარა კრეისერები ხო შემოვარდებოდნენ ესროდნენ რუსებს და გავარდებოდნენ. აი ესეთი რაღაცები მე ის რომ ლევან გოთუა და ის ძმაკაცები იყვნენ და მე მახსოვს ლევან გოთუას კალთაში ვიჯექი და ლევან გოთუა უკითხავდა პაპა ჩემს გმირთა ვარამს ფურცლებზე დაწერის და სიგარეტი პაპიროსის ფურცლებზე და თვითონ პაპიროსის ქაღალდებზე დაწერილს და რა ვიცი აი ესეთი რაღაცეები მახსოვს და რატომ უნდა გავხდარიყავი მეტალურგი ხო რა თქმა უნდა და არც არასდროს გინანიათ ალბათ ეს გადაწყვეტილება ხო თუ გქონიათ აი რაღაც ეტაპები გინანია არა ბოდიში მომიხდია ჩემი თავისთვის მე ძალიან კარგად ვხატავდი და კარგი ქანდაკება მქონდა და მაგრამ არტისტობა ჩარლი ჩაპლინმა აჯობა ბატონ ზაზა, თქვენი ცხოვრების გზაზე რამდენად ყოფილა ესეთი მოვლენები, რომელიც დიდ გავლენას ახდენდა თქვენზე? ან ადამიანები თუნდაც, რომელიც რაღაცნაირად გარდამტეხ როლს ასრულებდნენ თქვენს ცხოვრებაში, თუ გახსენდებათ ესეთი შემთხვევა? იცი რა არის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი, ჩემი საახლობლო, აი, გათვითცნობიერება სიკვდილისა ადრე მოხდა. ჩვენთან, იცი, 7 წლის ვიყავით, რომ ვაკაცი მოგდა პირველი ქიარჯევანიძე იყო. მერე გოგოლაძე, მერე ციცინობა. აი და მერე აყვა 16, 18, 20 კაცი. ეხლა კი უკვე თითქმის ყველანი იქით არიან და აი ახმა იმისა, რომ შენ აი თურმე ესე ყოფილა. ადრეულ ასაკში მოგიწიეთ. ადრეულ ასაკში მე ცუდ დანალექსტოვებს იმ მხრიდან, რომ აუ ესე იგი მე ხო პირადში მიდის, რომ რატო გავჩდი, ან რატო უნდა მოუკვდე და რაღაც არ გონია, რომ გამოეკერები ამ ქვეყანას ბავშვი რო ხარ, რა თქმა უნდა და ძალიან ძნელია ამ ასაკში. ძალიან საფრთხილოა ბავშვთან ამ ამბის მიტანა. როგორ სწორად უნდა მივიტანოთ, რომ ნაკლებ დავაზიანოთ ბავშვის ფსიქიკა, შეიძლება თამაშიც. აი თქვენ ესეთ პატარა ასაკში აღიქვამდით ამ მოვლენების სიმძაფრეს მაინც თუ რა აი ეს იყო 7-8 წლიდან რომ აღვიქვი რა. არა, მანამდეც კი უყურებდი ჩვენ მეოთხე სართულზე ერთმა აპატიე რომ ჩამოატარებდი მაშინ ხო ხელით ეჭირა და ზემოდან რომ უყურებდი და აოცებდა სიმართლე გითხრა და ესე იქნკინენ, მაგრამ აი რო გაბი სიგრძეგანე უკვე რო ძალაუნებურად ახლა აი სიმაღლიდან დანახული ხო იცი ძალიან ისეთია და ნუ მე რომ მოვიდა უკვე და აი კინოებში მე რო ხედავდი და ნუ ის მსახიობია რაღაცა ძალიან რთულია მაგრამ ყველაფერს ეგუება ადამიანი მე მაგითაც გააგრძელებ ცხოვრება და რამე ჭირი და ის უბედურება დასტეხია ხალხს და კიდევ ფეხზე დგანან და ეგ არის თუ მკითხავ ადამიანობა რომ არ უნდა გაბოროტდე რაც არ უნდა დაგემართოს აი სხვას არ უნდა უსხო ხო ესაც ალბათ რაღაცა შინაგანი სიძლიერე უნდა გქონდეს ამისთვის შინაგანი აი მაშინ არის ჩვენ ხო კი მითხარი შენ რა არის კეთილი რა არის ბოროტი რაც ჩვენთვის კეთილია შეიძლება ვიღაცისთვის ბოროტი იყოს ხო მაინც ზოგადად. ამიტომ ეს ბეწვის ხიდია რა. აი როგორ გაივლი. რა მხარეს იმ ბასრპირს მისახვევები აქვს იმ პირზე ძალიან თხელი. აი ოდნავ ერთი ჩაცოცება და შეიძლება ბოროტი გამოვიდეს. ეს არის ცხოვრება. როგორ გაიარო სწორედ და თუ სწორედ გასვლა იცი, ყველაფერი იცი, ესე იგი სიტყვასაც
აზერს აყოლებ და იცი რა უნდა თქვა და რა დროს. გესმის? აი ესეთი რაღაცეებია ძალიან ხო და მით უმეტეს ჩემ ასაკში როცა უკვე 68 წლის ხარ. მე გრძნობ შენ რო თავი რო სვა ხალგაზრდა გეგონა. როგორ გავარდა უცებ ის რაც გინდოდა სათქმელი გეთქვა რომ თქვი რაც თქვი ის შეგრჩა. კი. აი იგედა რაც ვერ თქვი სხვა თქვა. ოღონ თავისებურად. ამიტომ ის ბრძოლა საკუთარ თავთან გარშემო მყოფებს არ უნდა ებრძოლო. შენი საქმე უნდა აკეთო. უწილადე თუ გინდა ვინმეს წარმატება რეცეპტი მიეც ადამიანები არ ვსწავლობთ ჩვენ სხვის ნაკნარზე. მაგრამ აი საკუთარი რომ მოგაწვევა მე ხვდებით ბრძენი ხარ. მე ვერავინ ვეღარ მეტყვის ესე გააკეთე ან ის იმიტომ რომ ყველაფერი თუ კი რამე უნდა გამეკეთებინა გაკეთებული მაქვს თუ რა უნდა არ გამეკეთებინა არ გავაკეთე. და შეცდომებიც ალბათ ყოფილა ხო თუნდაც ყველა ცხოვრებაში და ალბათ თქვენ ცხოვრებაში შეგიძლიათ აღიარება შეცდომის მარტივად ჩემი თუ გაკეთება არ შემცხვა აღიარებას არ უნდა შეგწყვეს პირიქით უნდა თქვა რომ ეს მე გამიკეთებია და არ ყოფილვარ მართალი და შენც გირჩევ აი ერთადერთი ეს ფორმა შეიძლება მონახო იმიტომ რომ ეს აღიარება არ არის ეს არის გულწრფელობა. რომ მე ესეც შემიძლია ადამიანებს ესეც შეგვიძლია მოგვექცეთ ზოგჯერ ვკითხულობ ისეთ რაღაცებს რომელიც გულს მიხარებს და ზოგჯერ ისეც ვუყურებ და ვკითხულობ რომ ვაი ჩვენი დედის ღმერთს მაგრამ ესეა ცხოვრება. ბატონ ზაზა აი დღევანდელი გადმოსახედიდან რო შეადაროთ თქვათ თუნდაც თქვენი კარიერის გზის დასაწყისი და დღევანდელობა დრომ და გამოცდილებამ ბევრი რაღაც მოიტანა ანუ დიდი ცვლილებებია გამოცდილება ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრებაში კი ძალიან ახლა იგივე შემოქმედებაშიც იგივეა იქ დაუფიქრებლად რომ რაღაცას მოგკიდებდი ხელს ეგრე არ არის ხო აი რა ნაკლებად ფიქრობ თქვა მე არის ის რომ აი როგორც კი სცენარი დავთ ჩვენ ერთი სცენარი ქონდა გვინდოდა გადაღება მაგრამ კომედიაო უფრო და უფრო მაშინ ხალიხილი იყო სპონსორობა მეცენატობა და სხვათა შორის აზრებდნენ საშუალებას და ჩვენც მაგეებით გავაკეთეთ ის რაღაცა პატარ-პატარა რაღაცები რო გაკეთდა კინომარგალიტები რომელიც დღესაც პოპულარულია მე მასე თუ კინოს კი ნამდვილად ასე არა მარტო ჩემს არამედ ყველა არის მარგალიტი ვინც შემორჩა აი 10 წელს გადაასწრო და უკვე 45 წელია გარიგება არის ეკრანზე ხო არის უკვე რა თქმა უნდა ხო აი ესეთი თითო მარგალიტი რო ქართული კინო იმიტომ არის კარგი რომ თითო ყოველთვის იბადება ისეთი რომელიც ერთს სჭირდება. კი და დროს უძლებს. აი მაშინ, როდესაც მუშაობდით, თქვათ ამ ფილმზე, სცენარზე, ხვდებოდით, თქვათ ან გქონდათ წარმოდგენა მოლოდინი, რომ აი ამდენი წლის მერე ისევ აქტუალური შეიძლება ყოფილიყო ეს? არა, არანაირად. აი მაშინ ჩვენ გვერქოთ ჯერ მსახიობები. დიახ. მარტო უნდა გვემონა, ვიწრო იყო, ჩაკეტილი იყო სპეციალობა. დღეს არტის მართლა საშუალება აქვს გამომხატველობითი ფორმით თავისი პლასტიკის ენით, სიტყვის ძალით რაღაც გავლენა მასწავლებლის ფუნქციაც უნდა შეითავისოს აქტიორმა, ამიტომ უნდა იყოს განათლება. სხვა არის განცხადების კითხვა, როდესაც შენ რაღაცა ინფორმაცია მოგაქვს. შენი ვალია მარტო ინფორმაცია მომაწოდო, მაგრამ სხვა არის, როდესაც სიტყვას ტოვებ შენ ადამიანი როგორც საზაკოვებიშვილი ვიღაცის მიმართ. რა თქმა უნდა, როდესაც პრეტენზია გაქვს მართალს ეუბნები, გამოკვეთილად უნდა იყოს ნათქვამი და არ უნდა შეგრცხვეს ამის გამოხატულობა და პლუსია ეგ, როგორც პლუსია იგივე შენი თავის ნაკლის აღიარება სახალხოდ. თუ ნამდვილად გრძნობ ამას. თუ ოდნავ ეჭვი გეპარება, არ უნდა გააკეთო. ესევე შემოქმედებაში მე მაგალითად
აი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კონკურსები. აი ხა ერთი არასოდეს გამარჯვია, იმას არ ნიშნავს, რომ მე ცუდი სცენარები მქონდა. თუ მიცნობ მე, გიორგი ოვაშვილს იცნობს ქვეყანა სიტყვაზე. კი ბატონო. გულთან ახლოს ამყავს და ემიტომ. ხო და ამას კიდე გამოცნო, როგორ უნდა დადგას. შენ რა გიცი? იქნება არ უნდა რომ გითხრას და საქვეყნად გამოაცხადოს. კი. შენ პიროვნებას უნდა ენდობოდე და გარდა ამისა, მაშინ უნდა იყოს კიდე ერთი რამე ინტელექტუალური საკუთრება, უნდა ღირებულებას წარმოადგენდეს, რომ შენ გეყოს მაინც რომ საწყის ეტაპზე როგორც შემოქმედს შენი კინოები, თქვათ რომ აუდიტმა როგორც მატერიალური ღირებულებების, გარკვეული მატერიალური ღირებულების მქონე ჩაიბაროს ბანკმა და მოგცეს რაღაც თანხა, რომელიც შენ დანარჩენი თანხის მოძიებაში მოგეხმარება. ბატონ ზაზა, ისევ წარსულს დაუბრუნდებით ცოტა ხნით, როდესაც მოვიდა აი ეს პოპულარობა და ძალიან ისეთი დიდი თანაც. აი თუ ქონდა ამას რამე მინუსი და დისკომფორტი, რა თუნდაც რაღაცა ყველგან ყურადღების ცენტრი იყავი. ეგ ხო მინუსი. ხოლოდ აი ეს რო თუნდაც რაღაცა საზოგადოება ყველგან გაკვირდებოდათ, ყველგან რაღაცა გაკვირდებოდა და მაშინ ისეთი პერიოდი იყო ნახე. სიამოვნებდათ ეს? კი, სიამოვნებდა, მაგრამ მეორე მხრივ არ სიამოვნებდა, იმიტომ რომ ხელის გულზე ხარ რა და გინდა არ გინდა რომ ყველა საქციელს პასუხი მოსდეს, მაგრამ მე ვიმალებოდი ხოლმე, როცა დავთრებოდი, მე ვიმალებ. იხსენებთ ხოლმე ხშირად იმ წლებს? კი, ვიხსენებ, როგორ არ ვიმე იქ ხება, აი მე რომ მემუარი დავწერო, ჩემი ყველა კაი ამბავი იწყება кейფიდან და თუ რამე ცუდია, кейფზე მთავრდება ეს ცნობილი რა, ეს ფრაზა, რაც შეუულია ყველაფერი ენას, ადამიანის ენას სიკეთე მოუტანოს, იგივე ენას შეუულია გულისწყრომა და ის დაიმსახუროს ადამიანმა. აი გამომდინარე აქედან ესე არა ეს ცხოვრება, უნდა მივიღოთ ისეთი, როგორც ღმერთმა გვაჩუქა და ჩვენ უნდა ვიყოთ ღირსები ამ მე გეტყვი შენ. არავინ არ იცის 64 არის თუ არა. კი ბატონო. 64 აქ უნდა გააკეთო შენ. რომ იქ მერე ჯოჯოხეთში მოხვდე. აქ უნდა იცხოვრო 64-ში. და იქ ჯოჯოხეთში მოხვდე. აი ეთერს გარეთ, როდესაც მობრძანდით, ახსენეთ, რომ მრავალგზის ბაბუა ხართ უკვე, ხო? 9 გზის. თუ უზიარებთ ხოლმე აი ამ თქვენს გამოცდილებას და თქვენს განვლილ გზას, შვილიშვილებს. არავის, არც შვილებს, არც შვილიშვილებს. არ გიცდიათ არასდროს? რატო? თავის ცხოვრება, რატო ჩავერიო და ზედმეტად რატო? ისა ვქნა. თუ რამე შემეკითხებიან, პაპა ენაცვალოთ. კი ბატონო. ბატონ ზაზა, ვიცი რომ აქტიურად მუშაობთ დღეს ძალიან საინტერესო პროექტებზე, ხო? აი მოგვიყევით ამის შესახებ. ძალიან საინტერესოდ მუშაობ, ძალიან კარგი სცენარი დაწერა შემომეუღნე. გარშემო ყველა აღფრთოვანებულია, მაგრამ როგორც ყოველთვის თანხა ველოდებით კონკურსს. რომ რაღაც თანხა ვიშოვოთ და როგორც საქართველოს მოსახლეობაზეა დამოკიდებული ალბათ, იმიტომ რომ ისეთი მე ვთვლი რომ ჩემი ერთ-ერთი გედის სიმღერა უნდა იყოს დაახლოებით ალბათ. რა ვიცი, ნახოთ. შეგვიძლია ვისაუბროთ თქვათ რაზეა პროექტი თუ არა, არ მინდა. დავტოვოთ ესე, კი ბატონო. ბატონ ზაზა, ხალხის აზრს რამდენად ითვალისწინებთ ხოლმე, ან თუ აქცევთ ყურადღებას თქვათ საზოგადოების? ხალხის აზრს მე ესეთი საყოველთაო განხილვაზე არაფერი არ გამომიტანია, მაგრამ რა ვიცი, ის ვინც კითხულობს, იმდენად ავტორიტეტულები არიან ჩემთვის, რომ იმათი აზრი საკმარისია. იქ იმან შეიძლება ნაკლები დოზით მითხრას რაღაცა, რაც მე მინდა მეტი იყოს. აი ესეთ რაღაცებს არ ვითვალისწინებ, იმიტომ რომ ეს ჩემია მაინც კინო, ბოლოს ტიტრებში მაინც ყოველთვის. ხო, და გადამწყვეტი აზრი საბოლოოდ მაინც თქვენ უნდა მიიღოთ, კი ბატონო. თუ ხართ კრიტიკული დღევანდელი თანამედროვე კინოს მიმართ? რის მიმართ ვიყო კრიტიკული? რაცა ესე მადლობა იმ ხალხს, ვინც კინოს აკეთებს ახლა. ალაგ-ალაგ. და კიდე რაღაც პრიზებს იღებენ და რაღაცა ისეთი კინოებია, რომელიც ღირსია, რომ ქართულ კინოსში იყოს მარგალიტები. მაშინ როგორი გინდათ რომ იყოს თანამედროვე კინო, აი თქვენი წარმოდგენით? ქართული.
ამ ყველაფერი ქართულობა დღევანდელ. ძალიან. იცი როგორა ვარ? ნაკრძალში რომ შეგიშვებენ და ყველაფრის უფლება რო გაქვს, არ იცი, რას მოკიდო ხელი, რა სასიკვდილოა, რა შხამიანია და ყველაფერს რო ეპოტინე. აი ეს მაპატიეთ საბჭოთა კავშირის რო ახსენებთ. იმ უხსენებელ საბჭოთა კავშირში ქართველებმა ისწავლეს კინოაზროვნება ქარაგმული. ამიტომ გადიოდა ქართული ფილმები, ამიტომ იყო ორლესული ქართული სიტყვა და ეკრანიდან ნათქვამი და თუთაშხიაზე მოსკოვში ძალიან ხშირად გავუშვითო და გაგრძელება არ შეიძლებაო, ქურდობა წყდებოდა. გესმის? და იმდენად ხშირად ატრიალებდნენ, რომ ქურდობა წყდებოდა და წესრიგს იცავდა თუთაშხია. ძალიან ბევრს გეტყვი რა, ეგეთ მაგალითებს რა. ქართული კინოს რო რაღაცა ბიძგი მიუცია სიმშვენიერებისკენ რაღაცის ლენინგრადში ომის შემდგომ ბებიები აკრავდნენ განცხადებებს და იყო მიბიღებ მდგმურებად ბიჭებს ოღონდ ქართველებს თბილისში ხო იმდენად სიტყვა და ის ეხა მაშინ არ იყო ეს მაგრამ ძალიან ბევრი ვიცი რომ უცხოეთში სწავლობს და იცი რა არის უცხოეთმა აი ნაკრძალში შესვლასავით იცი ფესვებზე უნდა იდგენ მყარ ფესვებზე რომ საჭირო იყოს შენი კინოზე რომ ნახოს თუმეტეს პატარა ერიხა იდენტობის დამამტკიცებელი შენი კინო რომ ნახო და აი ზოგადად თქვენი გადმოსახედიდან ახალ თაობაში არის კინოს ინტერესი ისეთი დიდი დოზით როგორც თუნდაც ადრე იყო იცი რა არის ახალგაზრდობა ლაკონურად შორტების გადაღებას მიეჩვია მაგრამ არც მე ვარ ძალიან დიდი კინოს მოყვარული მაგრამ სათქმელი დროზე სათქმელი ნათქვამი რომ უნდა იყოს ეგ ვიცი კი ბატონო და ესეთ ანუ ახლოს პერიოდში ველოდებით ამ პროექტს მე იმედი მაქვს მეთის და გარშემოყოფების რომ რაღაცა სიკეთე იქნება წარმატებები უნდა გისურვოთ ბატონ ზაზა და უღმესი მადლობა გითხრათ კიდევ ერთხელ რომ მობრძანდით და იყავით ჩვენთან ძალიან მიხარია ყოველთვის თქვენი ჩვენს ეთერში გამოჩენა მადლობა ჩვენს მაყურებელს ვინც დაგვითმო დრო შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში